მეია ვარ პირველი ასო, პირველი სიტყვა, პირველი გამბედაობა. როცა ბავშვი ამბობს, მე წავიკითხე. თავიდან მეშინოდა, რომ ვერ ვისწავლიდი. თუმცა იაკოვმა დამანახა, რომ თითო ასოს სინათლე თითო წვეტია. მართლაც მე ვისწავლე, რომ ენა არ არის მხოლოდ წერა-კითხვა, ენა არის სრული სიმღერა და სამშობლო ერთად. ხო, ჩემო პატარა მეგობარო, მეია ვარ იაკოვის პატარა მოსწავლე. რატომ შენც გაიყინებ, რომ ქართულ სიტყვას ამოიკითხა, მე წიგნითნები გვერდით, ფუსლებს შორის ჩუბად, მაგრამ ვენიერ. მე ფუტკარი ვარ, შრომის დედოფალი, ძილიდან საღამომდე დავფრინავ, თავს ვაგროვებ, მაგრამ არ ვწუწუნებ, რომ მთები ვდგება. ერთ დღესაც მინდვრიდან ვიფრინავდი და ვფიქრობდი, აი კიდევ ერთი კარგი ზღვა შრომისთვის მეთქი. ამ დროს კი ერთი ჭრელი ჭრელ არსება წინ გადმომიხტა. გზიდან ჩამოვეცალე თხოვნიავ, შემომძახა ისე ამაყატი, ვფიქრობდი თვით მზეს ენათესავებაო. წამით ვიფიქრე, აი ამ ყურძნის ერთი კვერით ვასწავლი პატივისცემას მეთქი, თუმცა ჩემი გონების მაშობლესმა, არა შენი ტერსარა შხამით, არამედ სიკეთით დაამეცემ. დიახ, ისვინა მარტავნებით იმთვის, ყველას მიწაზე დაეშულა. აი მე კი საუკუნეებია თაფლი მოვაქვს თქვენთვის და ყველას დარკმობს. ყველა ძალიან მომწიდა. ყველა სომა დაიწყო, ერთის გადაის მასწავლებლად და კურსმოწმეებმა. თავიდან საჭმელს არავის სთხოვდა. გულწრფელად ერქვა, თავიდან მე დამეანა პატარა რომ ვიყავი. მაგრამ გულმა მიყენახა, რომ სკოლის დაყალეს შუაზე გამეყო. ზოგჯერ ყველაზე დიდი სიმდიდრე სწორედ სკოლის გასაზიანებელი პრინციპი. გამარჯობა მეგობრებო, მე ისგოვია ვარ მინდორს მშვენიერი უსამოყვავილი რომ მოვტაცე და ჩემსადის სკოლაში ჩავამატე. ცოტა ხნის შემდეგ შევნიშნე, რომ უსამოყვავილი ახალი საამური სუნელი შევსებოდა. გავიფიქრე, აი აქ მივხვდი რატომ მეუბნებოდა და კარგ ამხანაგებში იყავიო. მნიშვნელოვანია ვისთანაც იზრდები და ვისგანაც სწავლობო. ხო, ახლა ის შემთხვევით უბრალოდ ყვავილი უბრალო აღარ არის. ის ერთგვარი გაკვეთილია, რომელიც გვასწავლის, გვაძლიერებს და სამყარო ჩაფალს დონოს აძლევს. გახსოვდეთ მეგობრებო, კარგ ადამიანებთან ყოფნა ესეთივე ძვირფასი და სასიამოვნოა, როგორც ამ ვარდის სურვილი. მე სანდრო ვარ, დღეს როცა მინდვრიდან სახში დებოდი ძალიან მომშიდა გზა, თან გავჩერდ და დავინახეთ ესა დაკრუნწული ბზინავი ვაშლები. თითქოს მიცინონდა და მეუბნებოდა, ჩაგვიჩე. მოგწყვდე ჩაგვიჩე პირი ჩაიყვარუნეო, მაგრამ ჩემმა შინაგან ახმალ გამაფრთხილა სანდრო. ეს არ ხნა, მაგრამ შიმშილმა მოცელი ძალიან შემეწუხა. ვერ მოვიწმინე აფრთხო, ესე ყოდი მოდია და 4 წითელი ვაშლი მოვწყვიდე, მაგრამ იცით რა მოხდა, სანამ შინისკენ გავაშურებოდი ერთმა ხმამ სამშორშოლა. სანდრო, ეს ხო ფურდობაა. მე ერთი აზრი მომივიდა, გავიგეცი ნათლიერასთან და ყველაფერი მოვუყევი. მან კი იცით რა მიხა, ღმერთმა შეგარდოს. მაშინ ნუხი როცა გონება და გული ერთმანეთს ეჯახება სინთეზის გაითვალისწინო, ესაა ჭეში. ტკბილი ვაშლი ცხოვრებაში. ხო, მამას ყალში დავყევი, შევიდე რომ ზოგი თავთავი ისე დახილება თითქოს მიწას ეხებოდა, ზოგი პირიქით. მამამ უთხრა ვაშლებით სავსე თავთავი მიძინია და თავი ჩაუბრუნდა. ხოლო ცარიელი თავთავი შუტეკა და ბაბლა ეყურებაო. მივხვდი რომ ვიცოდნითა სავსე თავდაბალია, ხოლო ვინც ცარიელია ცხვირაწეულია. მეც მინდა ცარიელი კი არა სავსე თავთავი ვიყო. მე რეკლამები ვარ, ბევრი ომი გამომივია, სპარსები, ლეკები, კახეთის ყველა ველი და მთაც კი ვიცი, მაგრამ ერთი პატარა ომი არასოდეს დამოვიწყება, ომი ქლიავით. აბანასელოდი მეფეოს, სპარსული ქუდით მოდიოდი მტერვით, ქლიავის ხაზები დიკი ჩემთვის. და როცა დაგინახეთ ვფიქრე, მოვიდა ჩვენი მტერიქო. ერთი ქლიავი მაინც უდავესო და ქართველების თავი გავახსენო მეთქი. და ეს ქლიავი პირდაპირ ვერ თავზე დავეცა. ქართველმა სპარსული ქუდი არშველი ჩემო მეფეო. მათ არის ამ პატარა ქალაქ, ქართული მეფე ქართული უნდა იყოს, გული თავს და გარე, რომელსაც შენ გავისწორებ, რომ
ქვეყანა ძლიერა, მას როცა ხალხი უსწრებია და ვინც თავის ქვეყანას გულწრფელად და სიყვარულით ემსახურება, ისიც მეფეა თუნდაც ქიავის ხეზე იგრძნობს. ჩვენ ყველანი იაკობის შვილები ვართ და მან გვასწავლა, რომ მის შრომას არ ხატავთ, ის ღირსეულად ცხოვრობს, სიხარულს შრომაშივე პოულობს და თავისი ხელებით ქმნის მეცნიერებაში. დავას ბრას სინათლისგან, ეს აღწავლად შეუყვარდება მის გულში სიგნალ და ვერასდროს გაიჭარბონ. წიგნი გახდება მისი მეგობარი, ცხოვრება მისი ძალება, შრომა მისი ღირსება. სიკეთე ყველაზე ძვირფასი და გასაუბრებელი ქონება, რაც ადამიანს შეეძლება გაარჩევს. მეგობრობა სიყვარულის ყველაზე სუფთა სახეა. თუ კეთილ ადამიანების გარემოსაში ხარ, შენც უკეთესად დედი, თუ ბოროტებთან ხარ, შენი ცუდის მოედება. თუ შეცდები აღიარე, სიმისი ყველაზე დიდი მასწავლებელია. სიმძლეარ მოითხოვ პაპისა და ხმამაღალ სიტყვებით აღიარებას, კურცხელობა და პატიოსნება. ეს სიმძლეა, რომელიც თავდაბრუნებაში იბადება. ნამდვილი ძალა არც მახვილშია და არც სიმდიდრეში, არამედ გულშია, რომელიც გვასწავლის სიმართლეს, ერთგულებას, კურცხელობასა და თავდადებას. იყავით ურთელი, იცხოვრეთ პატიოსნად და გახსოვდეს, რომ ქართველობა გვირიდან იწყება.